მოკლედ. ეხლა ჩვენ მოკლედ ესეთი რაღაცა გვაქვს. პროდუქტები და ეს კატეგორიები დამტვი ვიცით და გვაქვს ეხლა რა? ბლოგი, ლუქში, ესენი გვაქვს about 100 და მოკლედ about 100 და კონტაქტი გვაქვს და გასაკეთებელი. ეხლა ნახე რა პროდუქტში რო გადავდივარ, აქ პროდუქტში ესეა, ბლოგში გადავდივარ და ბლოგი წერია. about-ში ეს რაღაც რენდომ არის ჩაგდებული კონტენტი და კონტაქტაშიც ესე რენდომ არის რაღაც კონტენტი. დავიწყოთ about 100-ით. about 100-ში ახლა ჩვენ პირველ რიგში გვინდა რომ გამოჩნდეს page title-ი. ანუ page title-ი ყველა გვერდისათვის საჭირო არის რა. ანუ Google-ის ამბავში, მაგალითად ბლოგში რო შევდივარ, აი ბლოგ ხო წერია და აი და მე home და blog. ისე უნდა იყოს about 100-შიც. ეხლა რა შვებით და როგორ უნდა გამოვაჩინოთ ეს page title-ი. edit page-ში უნდა შევიდეთ ჯერ Elementor-ში არა, ჯერ edit page-ში შევდივართ. აი აქ გვაქვს page title-ი. ეს გათიშული არის აქ და ახლა ჩავურთოთ. ჩავურთეთ. გადავიდეთ ახლა შევამოწმოთ. აჰა. about 100 უკვე გამოჩნდა. ახლა უკვე edit-ვის Elementor-ს, ახლა უკვე Elementor-ში უნდა წავშალოთ ეს კონტენტი და დავამატოთ ჩვენი. გავხსნათ აბა აქ რა გვაქვს transform-ნა, ესე იგი აქ ერთი ტექსტი დავუშვათ ეს, მე 1 2 3. ოკეი. აბა ჩაიტვირთოს. ოკეი. მოკლედ, აი აქ ახლა გვაქვს ნავიგაცია, აი სტრუქტურა. არის ერთი კონტეინერი, და რომ დავაჭი მოინიშნა, მეორე კონტეინერი გვაქვს უკვე ფოტო და ტექსტი. მესამე კონტეინერი our team-ის, მეოთხეც our team-ი არის და counter-ი და მოკლედ რაღაცები, რომელიც ჩვენ ახლა აღჭირდება. მოკლედ ახლა გავშალოთ ზედმეტები, ზედმეტი კონტეინერები. არა უშევ ჩასვა მაგრამ მე აქ დავტოვებ სივრცეს ახლა. ნიცა? მოკლედ ახლა აქეთ გვაქვს ფოტო ჩვენ. ეს ფოტო ახლა დავტოვოთ და მე შევსვლით ამ ფოტოს რა, რაიმე სხვით როცა გვექნება უკვე. ახლა აქ ფოტოს რო დააჭირო. აი მარცხნივ ნავიგაციაში გამოჩნდება და აქ ატვირთავ რა ფოტოსაც გინდა. Alt-ს გაუწერ, რა თქმა უნდა, title-ში რა წერია, იგივე Alt-ს გაუწერ. Select და უშო დაემატება, ანუ აქ ეს ჩვეულებრივ შეიძლება. ეხლა აქეთ ამხარეს. ნახე, ეხლა აქ რაღაც დიდი სივრცე არის აქ რაღაც ძალიან მარცხენა მხარეს. თეთრი დიდი სივრცეა. ეგ დიდი სივრცე, ნახე, არის ერთი დიდი კონტეინერი და შიგნით შესულია მე ორი კონტეინერი. ერთი მარცხენა კონტეინერი, სადაც ფოტოა, მე მარჯვენა კონტეინერი, სადაც უკვე ტექსტები არის. ეხლა მე მინდა ეს მარჯვენა კონტეინერი და advanced-ში გადავალ რომ ვნახო აი ეს space-ი რო არის, padding-ში არის, აი აქ space-ი წერია. 10 დავწეროთ 0. всё. ну მივაახლოვოთ, ძალიან გამოწერილი იყო. ეხლა გვაქვს section title-ი, რომელიც არ გჭირდება, მაგრამ პრინციპში რატო არ გჭირდება? მაიცა. აქ ტექსტი როგორ გაქვს? აჰა, აი ხო, მაშინ ხო ეს წავა title-ში. აბა ესე გავაკეთოთ. subtitle-ი არ გჭირდება აქ. ესეც არ გჭირდება და აქ წავა მოკლედ transform your space blah blah blah. ესე და ეს უნდა იყოს H2, ანუ H1 about 100 არის უკვე და ეს H2 გახდება. ოღონდ ეს რაღაც დიდი არის. გავაკეთოთ 25 მაგალითად. სრულად საკმარისი. მე შრიფტი ეხლა default აყენია და მე თავარი იმიდან შეუცვალოთ. თავარი სეტინგებიდან რომ ყველა შეეცვალოს. აქ მაგალითად მარტო ამას რო თუ bold-ი გინდა რომ იყოს, დაუშვათ? ზედას?
ეს კონკრეტული დაუშვათ? აი მოიცადე ახლა ჩავაგდებ. აი ახლა მაგალითად ჩავაგდებ ამ ტექსტს. მერე გადავდივარ სტაილში, პარაგრაფი და custom typography რო წერია, აი აქ. აი აქ არის ფონტები. აი აქედან ვირჩევთ მე რა, მაგალითად letter დავწეროთ. ანუ Google ფონტების ბაზაა და მაშინ Google ფონტში უნდა მოძებნო. რამე თუ მოგეწონება და მერე აქ გაუწერ. აბა ნახე, აი რა ქვია ფონტ და აბა ვნახოთ. აა ეს უფრო kitchen-ი დამდებია. აი სახლის ავარჩიო რამე აი. აქ არ არის? აი აქ არ არის სადმე? რაღაც არის, კაი რაღაცები არის ესე. ხო, კი, ეგ არის. აი ხა ეს რა მგონი კაია. ხუდრო რაღაც და აი რაც ესეც. ალბათ ნახე ხა ეს ძალიან ოთხკუთხედია უბრალოდ ხვდები და ეხლა მე ამას ცოტა შევუცვლი სტანდარტს. ესე იგი გავაკეთებ 600-400-ზე. ანუ აქ აიტვირთება 600-400-ზე ფოტო რა. ესე. მერე ეხლა ნახე როგორ გინდა დანარჩენი 1 2 3 ტექსტი ფოტოებით იყოს თუ უბრალოდ ტექსტი წავიდეს უკვე ქვევით? ოკეი, ნახე ახლა რას ვიზავ დავადუბლირებ ამას და უბრალოდ ადგილებს შევუცვლი ამ კოლონებს. მეცა ვაი, ცადე. ფოტოს აქეთ გადმოვიტან. ტექსტს მაშინ უკვე აქეთ გადმოვიტან. ან ხო ხდები რას ვაკეთებ, რომ ვათამაშებ რა აქეთ იქით. აჰა, ეს ესეთი მივიღეთ. ეხლა ჩავსვათ აქ. Why my home shelf? Why? წავიდა ეს. ტექსტი ასე. ნახე, მოდი აი ამ ფოტოებს ცოტა მოუმრგვალოთ თავები. ნახე. ავირჩიე ფოტო, გადავედი სტაილში, rounding-ი და rounding-ში ავირჩიოთ, მოდი 12. და ნახე მოუმრგვალა რაც და უფრო ლამაზია ესე რა. აქეთაც გადავიდეთ. rounding-ი 12. გავაგრძელოთ, ეხლა დავაკოპიროთ, ეს დავადუბლიროთ ეს ზედა კონტეინერი. მოვუკიდოთ ხელი და ჩამოვიტანოთ სულ ქვევით. აი აქ. აქ ჩავსვათ უკვე your home, your story. აი აქ. ასე. აქეთ. ტექსტი ავიღოთ. და ეს აქეთ არის ბოლო ტიპი. იცი რა ვფიქრობ, ეს ტექსტი იმდენად პატარაა, რომ აქ ხო არ ჩაუსვა. ნახე? თორე ძალიან სივრცე ექნება რა, მოიცა? ასეთ ანში. ეს ჩამოიტანოთ აქ. ეს let's make you special. ჩადა.
და ამას 600 ეს იყოს უკვე 6450-ზე მაგალითად. აჰა. აჰა. კი. კი. აბა წავედით ახლა მეორე ფოტო ვნახოთ. მოდი მეორე ფოტო აი ეს კაი ტიპი იყო და. სად არის? აი რაღაც ესა ან თუ გინდა აი რაღაც my home your story რაღაც ერთფერში რო იყოს ხო ხდები ფოტოები ან ძალიან რო არ აჭრელდეს რაღაცა ესე რაღაც ერთ იმაში გამოვიდა რა ეს პირველი მოიცადე აბა შევხედოთ აბა თუ დაინახე ეს არის თუ რა არის რომელი ჯობია ხა მგონი ცოტა ესა რაღაც ისე მოდი აბა ეს ოკეი მაშინ ესე დავტო ოკეი ეხა ნახე იცი რა ვქნათ ჩვენ სტრუქტურაში გადავდივართ ეხა უყურე აი აქ არის 3 კონტეინერი ხო ანუ 1 2 3 ეხლა გავშალე ეს კონტეინერი პირველი კონტეინერი და შეგნით ხომ აქ ორიც არის მარცხენა მარჯვენა ეხლა ნახე რაც ვიდავ მარცხენა კონტეინერს დავაჭირე advanced არის motion effects-ი და fading left ეხა მარცხენას fading right შესაბამისად აქეთაც fading left fading right fading left და fading right აჰა ხო მაგალითად შეიძლება შუა შევცვალოთ შუას შეიძლება შევცვალოთ ნახე ხო გვაქვს აქ 3 კონტეინერი ავიღოთ შუა კონტეინერი style background-ი და ავიღოთ აი თეთრი ოღონდ ანუ გადასვლა რო იყოს პირველიდან მეორეზე და მეორედან მესამეზე აჰა არ უნდა იყოს თლად ნაცრისფერიც აი უნდა ეტყობოდეს უბრალოდ რომ რაღაცა გადასვლა არის აი რაღაც ეს მაგრამ ნახე ახლა რა ხდება background-ი მიეცა მხოლოდ აი ამ box ანუ თლიანად არ მიეცა მარჯვნივ მარცხნივ თეთრი რჩება რა შვებით ამ დროს ამ კონტეინერში layout-ში გვაქვს ჩვენ აი ეს setting-ი XML setting-ი და scratch-ი scratch-ი უნდა ჩავთვოთ
Scratch containers რო ჩავთავთ, გაშლის უკვე მთლიანზე. ეხლა publish-ი მივცეთ, ეხლა შევამოწმოთ, დავუშვათ. ეხლა მან ნებისმიერი ფერის დასმა შეგვიძლია. ახლა თეთრი გადავიდა მერე ამაზე და მერე გადმოვიდით ეს. ეს ეფექტიც ეტყობა. ჩამოწიე. ეს. ესე კარგია თუ შევცვალოთ რამე გინდა? კი, კი, უბრალოდ რა ფერი უნდა იყოს? კი, უბრალოდ რა ფერი უნდა იყოს? რატო ასეც თეთრს? ანუ თეთრი ბექგრაუნდი გაქვს ბევრგან ხვდები და ანუ რაღაცა სტანდარტი უნდა გქონდეს ბექგრაუნდის. ანუ ბექგრაუნდი არ უნდა იყოს თეთრი, არ უნდა იყოს ნაცრისფერი, არ უნდა იყოს მაშინ შავი. და როცა თეთრია ბექგრაუნდი, მაშინ ნაცრისფერი აი თუნდაც აი ეხა მე რო გამოვყავი, შიგადაშიგ ესეთ რაღაცებს შვები ხოლმე რა. და ძირთადად თეთრს რატო ირჩევენ, იცი? უმეტესწილად მობილურებში, ლეპტოპებშიც brightness-ი არის ხოლმე დაწეული. ზოგს night mode-ზე უყენია და ის თეთრი კარგად ჩანს რა მაინც რა, დაბალ ტონშიც და როცა ნაცრისფერია, ხანდახან იკარგება ტექსტი მერე, როცა brightness-ი დაბალზე გაქვს, ხვდები? აქ სად არის გამოყოფილი მითხარი? ეს რა როგორც აქ იწერია, ისე გადმოვიტანე რა ჩვეულებრივად. შენ აქ აი ეს რა არის? აჰა, ჩათანე შეჩენს. რა ეს ჩვეულებრივია რა. იცი რა შეგიძლია ნახე, შეგიძლია ტექსტი აირჩიო, გადახვიდე კონტენტში და აი Ctrl A-ს დააწვევი. ანუ Ctrl-მა მთლიანად მონიშნა არის. და Ctrl Shift G. მოიცა. მოიცა Ctrl Shift Ctrl Alt G მოიცა ეცა. რომელიღაცა იყო, აღარ მახსოვს ეცა. ქართულზე მეყენია თუ? ამ ინგლისურზე არ შვება, ქართულზე. შვება ეცა. პოპო. აი ესენია ამას მარტო, აი აქ რაცაა თულები. ამას ესენია, მეცე indent. არა, ეს არა. შევაქცევი. რო აქ აირჩიო სპეციალი რომელი ახალისა. ეს რა ის არის? წამი justify shortcode K Ctrl J ვაწვევი და არ შვება ამ Ctrl J-ს კაც
აქ როგორც წერია, ეგრე ვაკეთებ, მაგრამ ან text left or right send text justify Microsoft select ან მე მგონი ეს გინდა რა ეხლა რასაც მე ვამბობ. თუ სწორად მივხვდი. სამე this is paragraphs and press cut ეს ესე იგი ეს არისო. Okay. Let's just click home tab. Okay. Control. Okay. ეს ხო Word-ში გვასწავლის ეს და Word-ში გიცით კი ბატონო, მაგრამ Word-ში ავი. იცი რა მაინტერესებს Max იყენებ? მე მგონი Max-ზე კიდე სხვანაირადაა მგონი. მაგის shortcut-ი. კაი, მოკლედ მაგას მე ვნახავ და მე მაგის shortcut-ს გეტყვი რომელია და განახებ რა, იმიტომ რომ აქ სხვანაირად არის Windows-ზე. და მან აი Mac-ზე კიდე სხვანაირად არის. ეგენი მაშინ შემდეგზე გავიარეთ. თან იქნება და ჩაგიშენო აქ რაღაც ვიპო ისეთი რომ არ გაგიჭირდეს ხოლმე მე მაგების სვლა. და გასწავლით. კარგი. მოკლედ ეხლა ნახე about us-ში ეს ყველაფერი კი შევიყვანეთ ჩვენ, მაგრამ ეხლა ჩვენ აქ გვაქვს კონტაქტი, სადაც ეხლა არაფერი არ გვაქვს. Okay. პირველ რიგში ეხლა რა ხდება? აი კონტაქტში აქაც უნდა ჩავრთოთ page title-ი. წავედით აიქეთკენ. მაინცა ელემენტორს დამეჭირა. Page title. ჩავრთოთ. აი ასე. აი ესეთი ამბავი მივიღეთ. ეხლა edit with elementor და elementor-ში ეხლა ჩავაკორექტიროთ რაც გვინდა. რუკა რავი, გვინად გვინდა რომ ჩანდეს რომ. მე მგონი აზრი არა აქვს, არა? ეს FAQ გინდა? კითხვა-პასუხის. ხო. ხო, რა უნდა მოიფიქროთ, ხა ისეთი. ნუ ეს დავტოვოთ. contact ასე name, mail, phone number, კომპანია და message, ხო? აქ default იყოს და აქ მარცხენა მხარეს მაშინ ესეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ აქ იქნება contact information და აქ ასე იგი კი დავსვათ ეს და დავსვათ social media გამოვიტანოთ დიდად ჩვენი რამიდის. აი ასე. ფერი და
მჰმ. და ესე იგი ჩვენ აქ გვინდა აიქონები წავა 20 20 იქნება აქ რას წერ ხა ხო? აი. ოი, ამ დროს ვინ მომწერა? რა უნდა ვაშენო? ესე იგი, ეხლა ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ მეილი, ხო? ესე იგი, მეილი და address-ი. მეილი და ესეთი არა, ეს სხვა გავაკეთოთ, დავუშვათ ეს. და მესამე რა? მესამე არაფერი, ხო? არა, რა აზრი აქვს? ეს წამი ბოდიში. მოვედი უკაცრავად. კარგი. მეილი შეგიძლია რომ მითხრა რა იყოს და ის რომ მომწერო მისამართიც. რომ აქ ჩავა. აჰა, ოკეი. მეტი არ არის უბრალოდ საჭირო თორე კი. და address-ი? ოკეი. აა 27 მერე. კაი. კაი, მომწერე მაშინ ეგ ზუსტად და ეგრე ჩავსვა. ესე არ ჩაჭდა ერთი წამი. აი რაღაცა არ მომწონს ესე რო არის რა. რაღაცა სხვა მინდა ერთი წამი ბოდიში. ცოტა უფრო ლამაზი უნდა გავაკეთოთ თორე ესე არ არის ლამაზი. აი ხა კონტეინერი ჩავსვათ. მერე ეს კონტეინერი ვაქციოთ გრიდად, გრიდი იყოს ორიანი, აი ასე. და აქ ჩავსვათ ბოქსები, information box-ები. ეს ერთი ბოქსი, სადაც იქნება აიქონი, აჰა. env. აი ასე. მეორე
აქ იქნება map. აი ასე. ესე უკვე სხვა არის. მე აქ full, აქაც full. ეხლა აქ წავა ეს მეილი. და ეს მომწერეთ, ხო? აჰა. ეს. ეს წავა ეს. შესაბამისად ესენი ამოვარდა. ეხლა ამას სტილი მივცეთ, უნდა სტაილში გადავიდეთ და border არა shadow. Copy paste style. აბა ვნახოთ. აჰა, გამოგვივიდა ესეთი, ოღონდ ეხლა ესენი ძალიან დიდია, თანამხელებიც არ გვინდა. გავაკეთოთ ამის კორექტირება. 150, 150-ზე დიდი გამოდის, კაი, აბა 80-ზე. 80-ზე. სრულიად საკმარისია 80-ზე. აქაც 80-ზე დავსვათ. ეხლა ტექსტი. ოდნავ დავუპატარავოთ ეს თაითლები. კონტაქტ ინფო. გამოვა. ეგეც გამოვა, კი ბატონო. ერთი წამი აქ ჰედინგებს ვასწორებ და მიცეთ უფრო. აი, ეს ბოლდი იყოს უკვე. ეს თუ ბოლდია, მაშინ ეს ამანაც ასე. და ეხლა აქ ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ისა, ხო, რომ დააჭერ მოკლედ იმას ხნას. გაიგზავნოს მეილი. აი აქ ლინკში უნდა დავწეროთ ჩვენ mail.to 2 წერტილი და მე ლინკის დასახელება. და რო გახსნას new tab-ში და წავა იქ, რასაც შენ ამბობ. ეხლა style-ში გადავიდეთ, generally ისევ title-ს დავუბრუნდეთ და heading-ი ეს უკვე აქ 3. და ეხლა ეს 15 რო იყოს. ეხლა 16-იც ოკეია ძალიან რა. მეტი არ უნდა. აჰა. ეხლა მინდა რომ ეს ისინი ჩარჩოები იყოს ერთი იმისი რა. ზომის. ამიტომაც ეხლა გავაკეთებ მაგ ამბავს მე. აქეთ 20 იქნება, აქეთ იქნება 30, 40, 50. აქეთ 10 გვერდებში. აქაც 10 გვერდში ზემოთ 20. აჰა. რა შევხედოთ? კი, border radius-ები ახლა გავუკეთოთ 10. აქაც 10. აჰა. აი ასე. აქეთ მოკლედ ესეც გვაქვს. აქეთ საკონტაქტო ფორმატს გვაქვს. publish. გადავიდეთ ახლა კონტაქტზე. და შევხედოთ, აბა, ქეში გავწმინდოთ. აჰა. Contact information-ი. აჰა, follow us. ესეც გვაქვს. About us-ში გადავიდეთ. About us-ის about us. ესეც გვაქვს. ანუ about-ი და კონტაქტის გვერდი ჩვენ ახლა დავაედიტეთ.